it's all inclusive. I was taught make no excuses. As a man, you can't be useless. Man up cause these people ruthless. Down, these thoughts clueless. Lobster Mac, I'm up at roof, Chris. From my tone, you peep the smoothness. In this world, you get the loot. Then your dreams is gonna be lucid. Fool me one time, shame on you. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით რუსთავის ავტოდრომიდან. დღეს არის 17 მაისი და არის დრაგის კვალიფიკაციის დღე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ჩვენ მანქანებს, ჩვენ წინა ვიდეო დავდეთ, სადაც ჩვენი პირველი პროექტი F80 1300 ცხენიდან ჩამოვწიეთ 800 ცხენზე, სადღაც ძრავზე იქნება 900 ცხენამდე, საბურავზე 800-მდე. ეს რასაც ეჭიდება იმდენს დადის, 10-5-10-6 სტაბილურად დადის 402 მეტრს. მეც ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვიზამთ, ვერაფერს ვერ შევცვლით, რადგან შესაბამისი საფარი აქ რუსთავის ავტოდრომზე არ არის. რაც შეეხება ჩვენ მეორე პროექტს 340-ზე გვაქვს ლანჩის პრობლემა, ლანჩში გულისხმობ კარობკა გვიყენია სტოკი 8HP 70, გიდრომუტას სტოკი გვიყენია 2000-დან მეორე სიჩქარიდან რო დაისტარტო, ტორმუზ გაზზე დააყენო 3000-3500-ზე ადის და ავარიულში აგდებს კოლოფს. 0-100 შესაბამისად კარგი არა გვაქვს, სადღაც 5-დან 5-5-მდე გვაქვს, რამოდენიმეჯერ გავტესტეთ და გავზომეთ. 0-100 რო კაი გქონდეს, ველოდებით XHP-ზე მიწერილი გვაქვს, კასტამი ნაყიდი გვაქვს, კასტამი ჯერ არ გამოუგზავნიათ. ცოტა გვიან მოგვიწია კასტამის ყიდვა, რადგან 10 მაისს ჩვენ მეორე პროექტზე ძრავი გავხეთქეთ. სტოკი ძრავი იყო და შესაბამისად ვერ გაუძლო იმდენს, რამდენიც ჩვენ გვინდოდა, გაფუჭდა, მოგვიწია თავიდან ძრავის აწყობა, ავაწყოთ ისე ჩვეულებრივად ქარხნული ძრავი, სტოკი ძრავი, ისევ სტოკი ძრავი დევს, კოვკა ძრავს ავაწყობ იასნია, სადღაც მეორე-მესამე ეტაპის მერე, იმიტომ რომ ფიზიკურად ეხა ვერ ვასწრებთ და ვერ ვახერხებთ მაგ ყველაფერს. რაც შეეხება ამ მანქანას, ორშაბათამდე ფიზიკურად არ იგზავნება XHP-დან კასტამი და მოგვიწევს კვადრო კლასში ვიასპარეზოთ, რასაც დადის, როგორც დადის. 0-100 აქვს 5, 5 და 5, ძალიან ცუდი დრო აქვს, ეხა ამ უკანა წამყვას 0-100 აქვს 3-6, 3-5 და წარმოიდგინე კვადრო რო 5 და 5-ში ივლის, რა ცუდი შედეგია და რავი, მაქსიმალურად შევეცდებით და პრინციპში ვერაფერსაც ვერ შევეცდებით, 100-200 კაი აქვს, 200-250 კაი აქვს, მაგრამ 0-100 აქვს ძალიან ცუდი. დღეს დავაფიქსირებთ საკვალიფიკაციო გარბენებს, გავირბენთ ორ გარბენს ორივე მანქანით, F80-ის ორ გარბენს გავაკეთებთ, ორ გარბენს გავაკეთებთ 340-ს და რა დროებიც გვექნება, ყველაფერი გამოჩნდება ლიდერბორდში, აიტვირთება დროები გარბენების და ვნახავთ თუ რა შედეგებს მივიღებთ. მე ვიცი რა შედეგსაც მიიღებს, იმიტომ რომ 11 წამში დადის 412-ს. რავი, სხვა გზა არ არის, რაც არის, ამით უნდა ვიასპარეზოთ და შემდეგ ეტაპზე უკვე აუცილებლად ჩავწერთ კასტამს და 0-ს გამოვასწორებთ, სადღაც 3-იანიდან უნდა გამოვიდეს ყველა პონჩი და რავი, თავზევი ძალა არის, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, 10 რიცხვში ძრავი გავხეთქეთ, 13 მაისს ძრავი ჩავდგით, მერე კარობკა დავაყენეთ, მერე კასტამი ვიყიდეთ, მაგრამ ვერ მოვაცრეთ, როგორც ჩვენ გვინდოდა მომზადება და შესაბამისად, როგორც მოვემზადეთ, ისე ვიასპარეზებთ. ეხლა კი გადავიდეთ უკვე სტარტის ხაზზე და გადავიღებთ სტარტის ხაზსაც და ნახავთ თქვენს ყველაფერს. I'm on the rail, I wrap it, I bag it, I pack it for sale. Got feeling on speed out, it hit me to chill. I give it a thrill, I put it on film. Facade get applaud, that ain't real. Come to my section and flex, we can tell. I got a show and she dipping them nails. I'm flipping my L's, I know they can tell. I did it too major, they hit me for favors. Been him since the cable was cut in the cradle. What's up, only right that I do it colossal until I'm a boss, so they want me to fail. Look, we prevail. Jump on your tail. Know that they talking, they telling them tales. They talk like they got everything. Lead it with logic, my heart is frosted. I see they got optics, I need it. They need it with target, I'm dodging it. Darts make a reach for the stars. I'm dodging the force. Over with caution, I'm saucing like it is nothing. Living is something I never be. It's like cool, I'm drinking in this face. I'm in my section, it's on the scene. When the ice on my punch, I don't need a screen. I'm sorry, I special with that. She's the perfect you just to flirt with me. Totally tucked off, but the jewels out. I just sit at home with a full mouth. I'm a rare breed when the moon out. I'ma stop playing by the rules now. I've been ran out in a new house. Mom told me that she prays for the kid every day, but when I don't get it, pay for the tools now. Hey, ass, bitch, I'm on the rail. I wrap it, I bag it, I pack it for sale. Got feeling on speed out, I hit me to chill. I give it a thrill, I put it on film.
This facade get applaud, that ain't real. Come to my section and flex, we can tell. ნახავთ მეგობრებო, ჩვენ გარბენებს F80 M3-აც, 340-იც. ნუ F80 M3 როგორც გითხარით, ჩვენ პირველ ვიდეოში ტრეკზე როცა ვიყავით და დავდეთ ჩვენ YouTube არხზე და თუ არ გინახიათ, აუცილებლად გადადით ჩვენ არხზე და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს დავდებთ. 10.6-10.7 იყო, მაშინ როცა ვზომავდით, მე უბრალოდ ცოტა დავამატეთ წნევა და დღეს დადის სტაბილურად 10.5-ვარში. ორივე ზაეზდი გაიარა 10.5-ვარში, მეტი წნევის დამატებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ მე არასტაბილური იქნება და ზოგ ზაეზზე მოიჭიდება, ზოგ ზაეზზე არ მოიჭიდება, მირჩევნია სტაბილური იყოს და 10.5-ვარში იაროს. რაც შეეხება 340-ს, კაროვკაში ნასროი არა გვაქვს, ლანჩი არა გვაქვს და უბრალოდ ჩათვალეთ, რომ გავგორდით, მეტი არაფერი არ გავიკეთებია, რადგან თუ 0-100 კაი არ გვექნება, ვერც ვერაფერს ვერ ვიზამთ. აი იქეთ ტატო ილანჩება. ვერც ვერაფერს ვერ ვიზამთ, თუ 0-100 არ გამოვასწორებთ და შესაბამისად ახლა აქ ჩვენ საქართველოში ჩვენი ხელებით რაც შეგვიძლია გავუკეთებია, ყველაფერი გავაკეთეთ. დანარჩენს უკვე ინგლისიდან ველოდებით. კასტამი ნასტროიკა ჩამოვა და იქ ჩამოვა დრაგის მერე სამწუხაროდ, მაგრამ დრაგის მერე აუცილებლად ბანზე გავალ და დავაფიქსირებთ ამის საუკეთესო დროს, სტოკი ძრავის და სტოკი კოლოფის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს დასრულდა, ამ ვიდეოშივე გაგრძელდება ხვალინდელი დრაგის დღე და უკვე ჩვენ შევხვდებით ხვალ შევხვდებით ოფიციალურად drag racing-ის გახსნაზე, სადაც უკვე ვიასპარეზებთ და ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. Double or nothing, you ain't getting money, then you bugging. Damn fat, you know I'ma hug it. Lowe's by the truck,
fuck up the budget. Cashing it in, damn I'm a bucket. OD, you know I overdoes it. If it ain't moolah, we cannot discuss it. Her name ain't Erica, she finna bust it. Her name ain't Megan, but yeah, she a stallion. The way that we dressin' ran out of Italian. New chain bustin', peep the medallion. Pull your own troubles out by the gallon. Her name ain't Lotta, but she from the south. Her name ain't Ruby, she got a big mouth. Putting it in, she sticking it out. Putting it in, she sticking it. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 18 მაისი. კატში ხედავთ რომ გახსნის დღეა, დრაგ რეისინგი გაიხსნა. დღეს პირველი ეტაპია. გუშინდელ გარბენებსაც ნახავდით, რამოდენიმე წამის უკან. რავი, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეხა გახსნა, ცოტა ხანში ავიჩოჩებით სტარტის ხაზზე და უკვე დაიწყება მე მგონი B-კლასი. B-კლასის მერე იქნება უკანა ამძრავები და მერე კვადროები. ნუ ზუსტად არ ვიცი, მაგას ეტაპობრივად მოგაწვით ყველაფერს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება მოსაგებად ვართ მოსულები. ჯანზე ვერა ვართ, მაგრამ არა უშავს. მაინც შემართება, განწყობა ყველაფერი მოგებისკენ გვაქვს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ძალიან მაგრა ვიასპარეზოთ და ძალიან მაგრა ვიაროთ. რაც შეეხება ჩვენ ავტომობილებს, ამ წელს ჩვენ გვყავს სპონსორი. Indigo Cars-ი ჩვენი ავტომობილებიც არის სპონსორების მიერ დაბრენდილი. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ორივე ავტომობილის სპონსორი არის წლევანდელ წელს და მომდევნო წელსაც იქნება ჩვენი სპონსორი Indigo Cars-ი და თუ რა კომპანია, როგორი კომპანია ვინც არიცით, გეტყვით ყველაფერს აუცილებლად. ეხა ბესო მე მგონი ჯობია ამათმა დაასრულონ თავიანთი საუბარი და ჩვენ მერე უკვე გავაგზავნოთ, ხო? ხო, ცოტა ხანში რავი, რამოდენიმე წამში ჩაგერთვებით ისევ, ჩვენთვის რამოდენიმე წუთში. I've been scoring, cheap thrills, bore me, blah blah, you bore me, caution, warning. I've been scoring, I've been scoring, I've been scoring, caution, warning. I've been scoring, cheap thrills, bore me, blah blah, you bore me, caution, warning. მეც გავხეთქე იმ შაუზე 3 დღის უკან და ჩაუდგე ახლა. რატო ვერიავე გუშინ? პროგრამა არ გამომიგზავნეს ინგლისიდან. იქ საშპეზე ნაყიდი მქონდა და უნდა ჩამოსულიყო პარასკევს ფაილი და არ ჩამოვიდა და 0-100 აქ 5-5. ეხლა ცოტა რაღაცები მე ვიჩალიჩე და 10-იანში დავდივარ დაბალ 10-იანში და ეხლა წნევა გამზის ავიყვან, კაროჩე ვნახავ საიდან გაზდის და 10-იანიდან გამოვარ რა. მოიგინა ბოქსი. ბოქსი არა. ზემოთაა ყველაფერი რა. ეხლა წნევა რომ მოვაგვარო უეჭველი 9-7-9-8 იulis რა და მეტი ფიზიკურად პროგრამის გარეშე ვერ ვიზამ რა. და M3-ზე დავწიეს ხენება აქ ჩარეჭიდე. გაგჭირდება მე აგერ 1 კილომეტრი მაგბოქსები და თუ რაღაცა ჩავირმი. და მადლობა დიდი. დავედით. დამო. ეხა ვიღაცას გიო, როგორ ახარ? როგორი შემართებით ხარ? უნდა მოვიგოთ, მაგრამ რამდენ ხანში მაგას ველოდება? სადაა სოროქშესტისემი? გარაში არის ისვენებს, გელოდება რა. იასნა. ის ხალხს რაც დაუპირდით გავაკეთოთ, ხო? ხო, მე მგონი მოვიდა დრო. წავედით, ეხა უნდა ავიდეთ სტარტის ხაზთან, დავждეთ ბესო მანქანაში. ერთად გავიაროთ რა, წამო. და იქ უკვე ბიჭებთან მივიდეთ და ბიჭებსაც გავესაუბრები ერთ-ორ სიტყვას, ნახოთ როგორ განწყობაზე არიან და რა ჯანზე არიან. წავედით. წარმატებები. გუშინ ღამე. გუშინ, მოდი ძმა, შენც ჩაგწერ, არა პრობლემა, მოდი ჩემ. რატო არ გაცივია ჩვენი მაისური ძმა? სხვადასხვა დავიგვიანე რა და ეხა ვეძებდი ზედა. აი ეხა თეთრი მანქანა დგას სერვისკარი და იქ ალაგია მაისურები და ვისაც არაცვია დაითრიოს და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება ჩვენ 340-ს, გუშინ გავიარეთ 11 და 4-ში, 11 და 4-ში, იმიტომ გავიარეთ, რომ კაროვკის ნასტროიკა არა გვაქვს ჯერ, არ გამოგვიგზავნეს. კვალიფიკაციიდან სახში წავედით, რაღაცები გავაკეთეთ. ზღვაზევე ავედით გუშინ თბილისის ზღვაზე და 0-100 მქონდა გუშინ აქ ტრეკზე 5 და 5. გუში რაღაცეები გავაკეთეთ 3-2-3-3-ში დღეის მდგომარეობით დადის 0-ას. 402 მეტრი არ გაგვიზომია. აუცილებლად პირველივე გარბენზე ერთად გავიგებთ თუ რა დროს დავაფიქსირებთ. გუში ყველაფერი კარგად იყო და დღეს რატომღაც დილით გავიღვიძეთ, დავქოქეთ და ბუსტი გაზდის. ეხა ბიჭები აგვარებენ. ბუსტი საიდან გაზდის მივაგნებთ და რომ უნდა ბერავდეს 2 და 7, ეხა ბერავს 2 და 2. შესაბამისად დროების წესიერი არ აქვს და რავი გვინდა რომ 10-იანიდან 402 მეტრი გამოვიყვანოთ და ყველაფერს ვნახავთ, მაქსიმალურად გადავამოწმებთ და ძალიან მაგარ
გავლასაც შემოგთავაზებთ. ალექს, იპოვე რამე? რომელი? არა, ეგ იყო და იყო ეგრე რა. თერმოსტატი ვაფშე არაფერ შუაში არა. ის ბუსტის დაჩიკი ნახეთ, შლანგი შეიძლება გამძვრალი ან რამე. იმ დაჩიკზე მიხვედი? გახეული სადმე სილიკონი ან რამე ხო არა? ბიჭი, ფაქტია რომ სადღაციდან გაზდის, მაგრამ 2 და 7 ბარს უნდა ვერავდეს და ვერავს 2 და 2 ბარს. ძალიან აი ამებს ნუ ამოძრავი თოლება შეიძლება აგენმაც დაიშვას რა. ეს ქვედა რო უშვებდეს, მაშინ მაქსიმალურ ბუსტზე გავა რა. აი ან ზედა გეითის შლანგში გვაქვს პრობლემა, ზედა მხარეს, ან სადღაც აქ, ან აქ, ან აქ, რავი, ან აქ. აი ყველაფერი უნდა ვნახოთ რა მაქსიმალურად. მე ერთი აზრი მაქვს ძმა. კარგად, შე როგორ ახლა? მე ერთი აზრი მაქვს რა. ეგერ საბურავისაბერი ამაზე წამოვაცვათ. რამეზე და გაუშვათ და პროსტო კაფე მივასხათ და გავიგებთ საიდან გაზდის რა. ბოლი აქ არ გვაქვს და არაფერი რა. დააბოლეთ. სოროკი დააბოლე. მარიმ ჩავერე. ყველა შეუშლის ხელს. ეს ამოჭი. მე რო ვიცახ. მე უნდა. ეს ჩაჭრილებში. ამ ბოლოში გაუშვა. საწყენი არავისთვის არა. არის. საწყენი ცხელა შეჭრა. ელექტრო გვათხო. რაგიდა? ელექტროსიგარეტი აქ. აიქოსი უსწორდება მანქანას. აუ, ბიჭო, მეიფიქრა, ხო? იდი მოკაჩეს. რაკერასთანაც მივიდეთ. რა შემართებით არა დროებში დადის ვნახოთ. ბიჭები მანამდე მოაგვარებენ. თუ ვერ მოაგვარებენ, ეგეც არაა პრობლემა, იმიტომ რომ მაინც გავივლით კაი დროში. რაკერ, გააქვს 2 წუთი დრო. როგორ ახარ? ფანტასტიკურად. დაჟე ეგრე? ხო. რა შვები როგორ ისა ხარ? ჩამოვიწიო ფეხები. ზაღაძა ვიძე დავდგე ცოტა ბოქსიდან გამოვიდე. ფანტასტიკურად. ბიჭო, რა მაინტერესებს? გუში რა დროებში იარე 402 მეტრი. 9 და 9-ში ვიარე. 9 და 9-ში. ცხენი რამდენზე დაწიე? იმიტომ რომ დარეგისტრირებული ხარ 1400 ცხენი და ყველას ვეუბნები რომ 1400 ცხენიან მაპით ეს არ დადის ეს მანქანა თუ და 1000 რაღაცა რა. 1000 ზრავზე ხო? თუ საბურავზე? 1100 ალბათ ზრავზე რა. კაი, ჩვენი ერთი დიდი პრობლემა არის ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის მოჭიდება. მოჭიდება, კი. მოაგვარე რამე გუშის მერე? კი, ლანჩის რაღაც პარამეტრები შევცვალე და მე ვფიქრობ რომ 0.4 წამს მარტო მაგ ამოვიღებ რა. რას ფიქრობ 412-ს რას გაივლი? 9 და 2-ია მიზანი. 9 და 2, ძალიან მაგარი. უნდა ამოვიღო, სულ რო გასკდეს უნდა ამოვიღო 9 და 2. და დღეს ვაპირებთ მაგ ყველაფერს. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები, შემოგევლე გულს. წავედით ბეს. ტატო საითა? ო, ჩემი ძმა აქეთა, წამო. მოდი ბეს. აღარ გინდა TikTok-ი შეჭრა. ტატოს ვეძებ, სადა? ტატო გავიდა. წავიდა? ო. კაი, წამო, სულ ავასთან მივიდეთ მაშინ. ტატოსთანაც მოვალთ ცოტა ხანში. გიო, გიო, გიო. გამარჯობა ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდები? რა პოპულარული კაცი ხარ? რამდენი კამერები. რაკენი? გუში რა დროში იარე მაინტერესებს პირველ რიგში 402 მეტრი. MFT არის 12 და 1-ში, მაგრამ კაი მოჭიდება არ მქონდა და ბუქსაობდა და თან ისეთ საბურავი დავაყენ რომ თითქოს კარგად ეჭიდებოდა, მაღალ სიჩქარეზე შენელდა, დიდი საბურავი იყო და პრობლემა იყო მახსოვს რომ რეკაროებით იყავი მოსული და ნება არ მოგცემ. და ნება არ მოცეს, მაგრამ ჩავდე ქარხული სიდენიები. წონა დაიმატე. დავიმატე წონა. და მამ წონით ჯერ არ გაგივლია, ხო? არა, წონით არ და საბურავებიც ისე თუ ასე მოაგვარე. საბურავები, ჩინური საბურავები დავაყენე, მოხევე მაჩუკა და დიდი მადლობა მოხევეს, ღამე 2 საათზე გამიყო ბოქსი. ღამე 2 საათზე გამიყო ბოქსი და მაჩუკა საბურავები და ნუ შესაბამისად უკეთესად თუ და წავიდნენ ხო. პატარა აქვე ვცადე რაღაცა და კაი აბაროდან იწურე. შენ გამოდიხარ ატმოებში, ხო? ატმოკლაში და გამოდივარ M5-ით კვადროკლაში, ხო? კვადროში რა დროში გაიარე 400? კვადროში გავიარე 10 და 2-ში. 10 და 2. მაგრამ უკეთესი შეიძლება. უკეთესითაც მივლია. სავარაუდოდ არ გაგიგრილებიათ კარგად გუში. ეგრევე დავქოქე და გავედი ციცხეში რა და. მეგობრებო, გიოს აქვს თავისი YouTube არხი, გამოიწერეთ. როგორ ხარ YouTube-ზე? გიორგი სულავა, ჩვეულებრივად. გამოიწერეთ, გადააზიარეთ, დაალაიქეთ და რავი, ვაფშე ყველას არხი გამოიწერეთ რა. ძალიან დიდი მადლობა გიო, წარმატებები გისურვებთ. შემოგევლე გულში. წავედით გიოსთან, მეორე გიოსთან. როგორ ახარ? კარგად. ძალიან დიდი მადლობა. დღეს აპირებ
გამოდიხარ ხო? როგორც ვიცი. გუშინ რა დროში გაიარე და რომელ წამყვანში ხარ? უკანა წამყვანში ვარ 12-2-ში გავიარე. 12-2. რამე შეიცვალა, უკეთესი დროები გვაქვს თუ რას ფიქრობ? საბურავები დაუშვით ცოტაც. ცოტათი რაღაცები ვქენით. რას ფიქრობ? აი 11 11 გამოვაჩინოთ რა. 11 გამოვაჩინეთ აუცილებლად. თან გუშინ როგორც ვიცი არც გაგიგრილები არაფერი, პროსტა პირდაპირ საკვალიფიკაციო გაიარე და ეგ იყო ეგ. всё, კაი. წარმატებებს გისურვებთ მოო შენ, ძალიან დიდი მადლობა. ბესიკ. რა ვიცი, მაო, ეხა ცოტას დალაგდებიან კიდე ყველა და აუცილებლად მივალთ ყველასთან. გავისაუბრებთ თუ რა ჯანზია, ვის რა უნდა, ყველას მოგება უნდა ვაფშე, ძმაო, ჩემი ჩათვლი და საბოლოოდ ვნახოთ ვინ მოიგებს და ვინ გავა ყველაში პირველ, მეორე, მესამე ადგილზე. რავი, თუ გინდა წამოდი, გამომყევი, მოდი. წამოდი, ვინმე ვიპოვოთ კიდე. წავედით, დატო მინდა, დატო. მოდი ერთ ჩვენ ბიჭებსაც ვკითხოთ, აბა რა ქნეს და. Ари раме сиахле? Привет, брат. Привет. Как дела? Сегодня ноутбук принесли, сбросил адаптации, все работает. Всё хорошо, четко. да? Да, брат, да. Сколько лошадь? 700, наверное, Квадро? максимум. Да. Очень хороший. ბა იმათან ვარ პირველი ზაიზდი. Porsche და ისა. Lexus-ი, მეორე ზაიზდი. Lexus-ი? რომელი Lexus? ეს ხო კვადროა? Lexus-ი უკან Golf-ი, ტატო. Есть шансы у гольфа? Golf, всегда есть. პირველი ზაიზდი Subaru-თან არის. Шутку делаю, брат. Самый большой шанс у Golf-а. А я шутку делаю, я знаю. წარმატებები როგორა რუსულად? წარმატებები რუსულად როგორა? Удачи. На всем, брат. Давай. ჩვენი მანქანა ვნახოთ რა შვება. წეგან ჩვენი მანქანა ვნახოთ რა შვება მეთქი და სომხების მანქანას მივადექი. შავი. მივადექი და რა ხდება თქო და ვაფშე სხვა რაღაც წითელი ბაბინები რო დავინახე გამოვხლებდი წაო. ბაბინებს რა სერჩოდნენ. ლაშიკო როგორ ახარ? შვენი ბრატ. მითი გამოდიხარ? ბიჭო, ბიერზეთ. ბიერზე. და უეჭველი 8 დაბალს ფიქრობ გაივლი, ხო? 400. სავარაუდოდ. ეგ კვადრო უკანა წამყვანი შეგიძლია ორივეში. ორივეში ჩვეულებრივი კი, ბატონო, არ არის პრობლემა. მაძლევი გისურვებს, ზაო და მე ვიპ ტრიბუნაზე მეც ამოვალ რა. კი ბატონო, არ არის პრობლემა. არის რამე სიახლე? ის უნდა გადავჭრათ ახლა და გავუშვათ ჰაერიში. ეგ გადავჭრათ. და რამეზე პლასმაზე რომ მივადოთ ეს ადგილი სალმიქის. უნდა დაიჭირო, წნევა ხომ და. ბევრი არ უნდა, ცოტა უნდა. ხომ ბოლიც უნდა გავუშვათ. 14 პიესანი პრუჟინები და 14 პიესაიზე ავა იმ. ბიჭო, აქ რო გადავხსნა და ამის ადგილას ეს რო გავუკეთო, იქითაც გავუშვათ და აქეთაც არა? ალექს. ამას შტანგს თუ კაროჩე რაღაცა გადამყვანი რაცა ეს ლაინი. ო კაროჩე ბოლის აპარატი გვინდა და ბესი რა ბოლის აპარატი არა. სიგარეტს მოუგიდეთ ახლა რომ ყველამ გავუშვათ. აი გავითვალისწინებთ შემდეგ. ბიჭო სადღაც გადის და ეგ უეჭველი მისაგნები და ეგ თუ მივაგენით უეჭველი 9-7-9-8-ში ივლის 450 რა იმიტომ რომ ბუსტი უნდა იყოს 2.7 2.2 აქ ხა და დადის 10-3 10-2-ში 450 და ეგ ბუსტის თემა რომ მოვაგვაროთ უეჭველი ცხრიანს დავწერთ რა მაღალი ცხრიანი გვექნება ახლა მაღალ ცხრიანში უკვე საკმარისია კოლოფით ნასტროიკის გარეშე და სტოპის რა მომდევნო ეტაპზე უფრო მაგარი შედეგებით ვიქნებით. წამოდი ბესო, წამოდი, თორე ჩვენთვის არავის არ ცალია. ტატოს ვეძებ და ვევნახე. ტატო არ დაბრუნებულა, ტატო. მოდი. ტატო, როგორ ახარ? თავად როგორ გიგეთ? მზად ხარ ჩასაწერად? ჩასაწერად რა გითხრა, სარბოლოდ. სარბოლოდ ყველა მზად ვართ, მაგრამ თლად ბოლობდე ვერა, ხო? კაროჩე, ჩვენ გვაინტერესებს გუშინ რა დროში არის 402 მეტრი და რაც ხენი იყო დაწეული ქონდა თუ არა ბუსტი და ანუ ზოგადად რა ჯანითაც გინდა რომ გაიარო და რეკორდები მოხსნა იმ ჯანზე მოკლებული ქონდა თუ არა ეგ მაინტერესებს. მოკლედ რა თქმა უნდა სხვაგან გასწორებული მანქანით შემოდიხარ აქ და
ყოველთვის პრობლემა. სხვა რეალობაში აღმოჩნდები. დავაკელით ისეთი არეულდარეულია, ხან მინუსია, ხან გუში წინ აქ გავასწორეთ სხვათა შორის რა და გუში წინ გასწორებული სტარტი მე გუშინ უკვე ცხელოდა გუშინ ცხელოდა თან იმდენი მანქანა დაილანჩა კიდე სხვანაირად დაისტარტა და გუშინ საუკეთესო დრო რა გქონდა 9 და 0.76 იყო 9 და 0.76 შარშანდელი გაროს რეკორდი ჯერ არ მოხსნა ხო და დღეს რას ვაპირებთ? რა დროში აპირებ გავლას? მე რა კერას ეს რუიანის დაწერას ვაპირებთ და რომელი რუიანი იქნება ვერ გეტყვი. რუიანი 8 და 5 არა, რუის მაღალი. აქ შანსი არ არის, აი გამორიცხულია რუსთავში არ არსებობს. ანუ საბურავების ჩამოიტანე დისკები, ყველაფერი ჩამოიტანე და მაინც აზრი არ აქვს, ხო? აქ არ ეჭიდება, ეხლა ეს საბურავი გარეთ ნებისმიერ ადგილას ეჭიდება და აქ შემოდიხარ, მაინც არ ეჭიდება. ისედაც ეხლა გუშინ კვალიფიკაციაზე ხო ვაკვირდებოდი მანქანებს, მანქანა რომ მიდის ხრეში, იმენა იყრება დაბლიდან, აღარ გაუვიდა ამასვაც ვადა. გასაგებია. ერთადერთი კითხვა მექნება შენთან. კაი, რუსთავში ვერცეთი ვერ ვეჭიდებით, რაც ჩვენ გვინდა ვერ ვწერთ, უბრალოდ შენ რისი დროც გინდა მოხსნა, რა რეკორდიც გინდა მოხსნა, სად აპირებ მაგის გაკეთებას? ბიჭო, აქ მინდა რა, ჯერ ვაფშე რუიანის დაწერა და ზოგადად რა რეკორდზე ძალიან ჯანი რო გამოიყენა. რეკორდზე ლაპარაკი რაცა და ანუ ჩემი მანქანის მაქსიმუმი, სადაც ალბათ გამოვიყენებ, ანუ გროზნოში უნდა წავიდეთ, მაგას საქართველოს და უნდა გავიდეთ რა, თორე ჩვენი საშველი არა აქ. არ გამოვხავდია რომ არ გვაქვს რა შესაძლებელი. ესეთ დღეში ვართ მეგობრებო. ჯანი გვაქვს, ხენი გვაქვს, მანქანები გვყავს და ვერ ვეჭიდებით. რას ვიზამ? ცუდია. ძალიან დიდი მადლობა ტატო, წარმატებები ძმაო და იმედია რუიანს დავინახავთ დღეს. მოდი ვინმე, საჭი, მოდი ლევა. ერთი წავიდ, მასკვიჩა თუ გინდა გაამწარო, მანქანი თუ და გაასრო, დანარჩენი ვირი არის, ამას ვერაფერს ვერ უძახ. ისა, წორი ხელი, თუ ხარ გაწიე ხელი, ხელი გაწიე. არა, არ გადაწიო შალი, გატყობს, სიდაყვიდან ხელი. მოდი გამისწორი. დავიწყებ ნუცარას ეხა. გამოიგე. როგორ დაგისტარტო? შენენაზე? ეს წლის ირა გამოიღო, ირა. ვაი, მე შალი. როგორ წამობევის. მაჯაში როგორ მოგტეხა ეგრევე დაამუღამე? აი ხა ესე დავკიდე. ხელი არ მოწევ. იცეთე, იცეთე. მაიცა, ეხა ეს უეჭველი ჩაწყობილი იყოს, რა პონტია. ნახოთ აბა, ნეიტრალურზე რა სიზავე. წეგან გეგონება ჩაწყობილი იყო, მერსედესზე ბასკვიჩამ გადაუწია, BMW-ზე შალიკამ. მე ვამბობში სასწრაფოში შევიდეთ, წამო სასწრაფოში შევიდეთ, იქ გადავწია და წაგებული წამო ფორდი მყავს, ნო, ფორდზე გადაწიეთ რა. ფორდი არა ნეიტრალური. როგორ არ არის? ნეიტრალური. მაგის ბუნკერზე, ძმაო, წამო შენ ლოგოზე. ნეიტრალური. შენ ლოგოზე. არ მინდა ნაგო. წამო შენ ლოგოზე. არ მინდა. შენ ლოგოზე, მოდი. წამო სასწრაფო. მოდი შენ ლოგოზე. უთხარი რამე, შეჭემა რო გაქვს. რა უთხარი, მე აგიხსენი მე შენ, რომ ამასთან ჭიდაობას აზრი არ აქვს. თუ გაასწრებ მანქანი. მოდი რა. არაჩენი. მაგა გაასწრები. მაგაზე. მიდი ესე. გო. მასკვიჩ. ავარია ვინ დადებს? მასალია. ვეშიკია. არა, ვი. მოსედაში. ორი. ორივე. დავით. 1 2 3. ორი ხელი. ესე წავედით. კვადრო კლასი იწყება. კვადრო კლასი იწყება და მანქანებთან უნდა ვიყოთ ახლოს რა. თან ეხა ესენიც დაიშლებიან, რადგან დაიწყო უკვე კვადრო კლასი. ყველა აქა.
ლანჩს ვამუღამებდი რა, ეხა ამით პირველად გამოვედი ხვაზე ხარ, ფალსტარტი მომიწია და მეორე უკვე მივხვდი შუქნიშანი სად უნდა გამეშვა რა და მესამეზე რო დავდექი ცოტა დიდი ხანი მომიწია ტორმუზგაზე დგომა და აი ტრანსმისია ეგრევე დაწერა რა, ბესო დააფიქსირე. ანუ ისეთი არაფერი არ მოხდა, პროსტო კარობკამ იმენა გადაცხელდა და ვაფშე გათიშა ყველაფერი რა. დაჟე მესამეც ვერ მივეცი სიჩქარეცმა. ანუ იმენა მოვკვდა ადგილზე რა. თორე ჯანზე იყო რა, ეხა ქოროც მაგარ ჯანზეა მანქანა თვითონ აი პიზდეცად რა და მაგარ დროებშიც დადის. ეხა რაღაცა ჭირს მაგის მანქანასაც, მაგ დროში არ უნდა დადიოდეს რა. ესეც გაცხელდა რავი ამის დედაც ვატირე რა. ესეც ვიცოდი რომ იქნებოდა რა, რომელი ხაძა ზაესზე უეჭველი გაატრაგებდა. ვის ხდები? Mercedes. წეღან არ დაუდექი? წეღან ხო დაუდექი? მეორე ზაესზე იქნება. წეღა რაღაც მოუვიდა, ვერ დამოვიდა, ვერ დაგდიდა რა. იას. ჩართული გაქვს? ნახე რა ზაესდი შედგა? McLaren's იმენა Smart-მა მაგარი გაუვარა. გესმის კიდევაც ემოციები და ხალხის ტაში. კაროჩე ეგ McLaren-მა წლევანდელ წელს 9-6 თუ 9-7-ში იარა 402 მეტრი მოხსნა უკანა წამყვანებში რეკორდი და დღეს აი ეხა Smart-მა მაგარი გაუვარა და ვნახოთ აბა მეორე ზაესზე რა მოხდება. ბეზო მეორე ზაესდი აუცილებლად გადავიღოთ. და იმედია რავი მოიგებს რა, მაგრა უბალეშიკობ Max Smart-ს, რადგან აი ძალიან მაგარი პროექტია რა და ანუ ეგეთი პროექტები ბევრი არაა საქართველოში და მალადეც ტატოს, ბიჭებს, ეკუმასტერს, რავი რაკერას, ვინც შექმნა ზოგადად ეგ მთლიანი პროექტი ააწყო და რავი დადის კიდევაც და ეს არაა მაგმანქანის მაქსიმალური წლევანდელ წელს როგორც ჩვენ მაქსიმალური ვერ გავაკეთეთ პირველ დრაგზე, ასევე დარწმუნებული ვარ მაგ ბიჭებმაც ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ ძრავი თავიდან ბოლომდე სტოკია, მარტო ჩატონებულაგია როგორც ვიცით და ბევრს მაგიტო ვერ ვერავენ და სავარაუდოდ მომდევნო დრაგის ეტაპებზე უფრო ძალიან მაგარ შედეგებს ააფიქსირებს. როგორც ვიცი, Max Smart-მა უნდა იაროს უკანა წამყვანი 9-ის დაბალს ფიქრობენ და რამდენად გამოვა იქ ყველაფერი, ნახავთ ყველაფერს ერთად. აი ეხა იქნება მეორე გარბენი რა, მოდი ბესო წამო.
ალე ერთი იობარი ყოს რო იცოდი აი ეს კაცი აი პედაში ძალიან მაგარია რა დრო რა ქონდა ხო არის ეხლავე მეგობარო დრო ნახე რა აი ძალიან პიზდეცია რა 10-4 ქონდა ამას და 10-0 ქონდა იმას 10-0 ხო 10-იანიდან რო გამოვიდეს აი 10-იანიდან რო გამოვიდეს ძალიან მაგარი იქნება აუ პიზდეცია იმენა რა მაგარს ბიჭო 0-100-ია კატასტროფა მანქანას ხო რო ვერ დაილანჩა აღარ უნდა გაყოლოდა რა ეხა ტყულა აწვალა რა ჩემი აზრით არ უნდა გაყოლოდა ძმაო რა ძალიან მაგარს დადის ბიჭო აი ძალიან მაგარს რა ა სმარტი ეხა ვერა დააგვიანა დაინახე ხო იმენა ძალიან მაგარი დააგვიანა ჩვენ რაც შეეხება ჩვენ კვადროებში ტოპროვიდან გამოვარდით იმიტომ რომ 3-1 ზედიზედ მოგვიწია და კაროპის ტემპერატურა ანუ გაცხელდა და დავრჩის სტარტის ხაზზე ესე ვთქვათ უკანა წამყვანებში 9 ცხენზე ვყავდა დაწეული ჩვენი მანქანა F80 M3 და ნუ 10-5-ში დადიოდა სტაბილურად ეხა თქვენც ხედავთ და ნახავთ ვიდეოებს რომ ძალიან გაცილებით ჯანზია ბიჭები ძალიან გაცილებით მაგრა დადიან და ძალიან მაგრა ეჭიდებიან ფიზიკურად ჩვენ მეტი უკეთესი ჯანით ვერ მოვაჭიდეთ და M3-ით და უკანა წამყვანში სტოპ-რვიდან გამოვარდით სხვათა შორის აი ამ პატარა მანქანამ სმარტმა გაგვასწრო სმარტების ფასები ხო არის დღევანდელ ბაზარზე ბიჭო აი სახში რომ მივალ უკვე ჩაუჯდები მე კი ჩაუჯდები იმას რა ქვია მაი ავტოს და რაღაცა სხვათა შორის ეს პროსტატაკ მაი ავტოზე არ იყიდება ზმა იმენა პროექტია ძრავი უკან და ხო მაგარი დასაფასებელი პროექტი და აი ძალიან მიყვარს ეგეთი პროექტები რა ხო გიოსთან გადავიღებ და მე დავასრულებ ვიდეოს და დავეშვით სახში ნახავთ მეგობრებო დღევანდელ დღეს დღევანდელ შეჯიბს გუშინდელ კვალიფიკაციას გავლილ დროებს ჩემ მანქანებზე აღარ დავიწყებ ბევრ საუბარს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრე წინა ვიდეოებში და ამ ვიდეოში რაც შეეხება გიოსთან მინდა 1-2 სიტყვით გიო რომელ ადგილზე გახვედი და რატო გახვედი და რა ვიცი მე ვაფშე რა გვინდა ვერ ხვდებით ხო არ გაგვიმართლა არც ერთ დღეს რა ცუდი დღე გქონდა ორივეს მაგრამ ერთ კლასში მაინც მოვახრეხე და მესამეზე გავედი ეგ კვადრო კლასში M5-ით გავედი მესამეზე უფრო შემეძლო სხვა დროშიც ანუ სეტკიდან გამომდინარე გავედი მაგრამ ჩემზე ნელი მანქანებიც ჩემზე წინ არიან გასაგებია იმ M5-ით მეორე იმ M6-ით ისეთი შტერობა მომივიდა და ისეთი რაღაცა გავაკეთე რომ სათქმელათაც სასაცილოა რომ ვთქვა რის გამო წავაგე რა მაგრამ ულოცავ ბიჭებს Mercedes-მა გამასწრო 603 AMG C-კლასმა ულოცავ ბიჭებს მაგარი შედეგი დადეს და მე გამასწრეს გასაგებია კაი ხვალზე მომდევნო ეტაპები იქნება და მე უფრო კიდე მოვიხოდები შენს მეს ისენიც და მომზადებით უკეთესად მაგრამ ხო იცი როგორცაა რა დრაგი დაანონსებული არა და პრობლემები იწყება მანამდე მშვიდად ბზინავს სახში ვართ და კარგად ვართ ყველაფერს მიულოცავ თელ Mercedes ფან-კლუბს ჩემზე გამარჯვებას შენზე გამარჯვებას გამარჯვებას ანუ რევანში გაქვს ასაღები ეგრე გამოდის ავიღოთ უნდა რევანში ესეა მეგობრებო ხან მანქანა გაბუჭდება ხან ვერ მოეჭიდები და რავი რა ანუ შესაბამისად ეხა დღეს მეც მოსაგებად ვიყავი მოსული მაგრამ კვადრო კლასში კარობკამ გვიმტყუნა და ტოპ-რვიდან გამოვარდით უკანა წამყვანში თავიდანვე ვთქვი რომ ცხენები დავაკელით 9 ცხენზე ვიყავით და რასაც ვეჭიდებოდით 10-5-ში სტაბილურად დავდიოდით ჩვენზე მაგარი ჯანიანი და ჩვენზე მეტი ცხენიანი მანქანა და ვინც უკეთესად ეჭიდებოდა კიდევაც მოიგეს ბიჭებმა გიოს თქმის არ იყოს იმენა რო წერ მაშინ იწყება ყველაფერი ხო დღევანდელი დღე დამთავრდა მეგობრებო დამთავრდა იმით რომ კვადრო კლასში პირველ ადგილზე გავიდა ტატო მეორე ადგილზე გავიდა ქორო მესამე ადგილზე გავიდა სულავა უკანა ამძრავს რაც შეეხება უკანა ამძრავებში პირველ ადგილზე გავიდა მაკლარენი მეორე ადგილზე გავიდა სმარტი ხო ბიჭებო